ბუღაძე არის ძალიან პათეტიური და არ შეიძლება რომ არ გაუშვით. სტალინმა ვერ დაუშავა ვერაფერი ტიციან ტაბიძის სახელს და მანდელშტამის და მიხელ ჯავახიშვილის და სხვა. ვინ ხართ მიხელ ჯავახიშვილი და ტიციანი? ვინ? ეს ჯერ კიდევ სენეკა და ნერონის დაპირისპირებიდან არის ცნობილი. და ვინ არის? რომელი ხართ სენეკა? პარალელები კი არ ვიღაცა იდიოტმა უკაცრავად ამ სიტყვისათვის ან რომელიმე ტოლმა ან ბოტმა მომიწეროს რომ ზვიადრატიას რას ადარებ ტიციან ტაბიძეს. რასაკურველია ვატარებ. ჩვენი დროის დიდი პოეტია ზვიადრატიანი. თვითონ არის ეს თვითონ ჯავახიშვილია. და მაშინ რატი ამილახვარი? კი არა და რატი ამაღლობელი. რატი ამაღლობელი? შემეჩალა. რატი ამაღლობელი ალბათ ვინ არის? არ არის ჩვენი დროის დიდი პოეტი? ბაირონი. ბაირონი ხო, კი ბატონო. ანუ უყურე ერთი მართლაც ნიჭიერი, მაგრამ პათოლოგიური ადამიანისგან, ეს ადამიანი პათოლოგია, იმიტომ რომ ხიზელი ეგეთ რაღაცებს არ აკეთებს. თვალი იგზნება და კი დაიცა ნალვიძეი, რო იტყვია ხოლმე და ნუ ამჯერად პოლიციას დაარტყა და სრულიად სამართლიანად წაიყვანეს იქ, სადაც წაიყვანეს. იმის მაგივრად რომ ამას თანაუგრძნო. აი ეს არის სადიზმი. უქსევს, პრაქტიკულად უქსევს რა. ცეცხლზე ასხავს ნავს. და აგიჟებს ის. აი როგორც ის. უქსევს. არა, აკუბარდია რომ აქეზე. აი უყურე, ხო, რო გამოყავს. ამათ სინამდვილეში ეზიზღებათ ეს ადამიანი. რატი აინდა ვიღაც ოდნავ ნიჭიერი მაინც თუ გამოევლება და უნდათ რომ შეუკეთონ როგორც შეშის ნაჭერი გუმელში რა. ეგ არ არის კონკრეტულად რატიანის შეფრთხილება, ეს არის ყველა სხვა. რა თქმა უნდა. თვითონ ხო არ არის იქა. თვითონ ხო არ დაარტყავს. მაგარია? ჩვენი დროის დიდი პოეტია? ლაშა, წადი და შენ დაარტყი მაშინ. შენ დადექი, სადაც ასე ვთქვათ, დაშლა არის აქციის. ან მიდი და პოლიციას რამე შეურაცხყოფა მიაყენე. სხვის ხარჯზე კარგია რა თქმა უნდა.